ეს უძრავქონებაში ინვესტიცია მილიონერებისთვისა თუ ადამიანებისთვისაც მილიონერობა უნდა. როგორც აი რობერტ კიოსაკი გვასწავლის, რომ სხვისი ფული უნდა დაინვესტირო, ბანკის ფული უნდა დაინვესტირო უძრავქონებაში, რომ შემდეგ რო გადაიხდის ეს ხსეს უძრავი ქონება დაგრჩეს და შენზე იმუშაოს. ღევანდელ პირობებში ეგ ცოტა რთულია, იმიტომ რომ საბანკო სესხები პროცენტები ისეთი მაღალია, რომ რთულია 12%-დან 13%-იან სესხს რო აიღებ, უძრავქონებაში დაინვესტირო და იმ უძრავქონებამ სესხიც გადაიხადოს და შენც რაღაც სარგებელი რო დაგრჩეს. თუმცა დანაზოგის შენახვა, ანუ ნაწილობრივი დანაზოგს როცა გააკეთებ რაღაცას, ახალგაზრდა ადამიანი ხარ, მუშაობ, ხელფასი გაქვს, დანაზოგს ქმნი, აგროვებ და ამ დანაზოგი შეგაქმერე სამშენებლო პროექტში, რაღაც მშენებარე ბინაში და ასე შემდეგ და რაღაცა ნაწილს მერე სესხითაც მიახმარ რაღაც ინვესტირებას. ამ შემთხვევაში ესეთ ჰიბრიდულ მოდელს როცა აკეთებ, უკვე შეგიძლია ისე მართო შენი ფინანსები, რომ სესხიც გადაიხადოს და შენც რაღაც სარგებელი დაგიტოვოს, ბინა იქნება თუ კომერციული ფართი.